აი ეს გზა გააჯინეთ ჩემს ადგილზე, საკუთარ ადგილზე. ეხლა მე ამას ვერც მოუხნავ, ვეღარ გამოვიყენებ, აღარ არის რომ გამოვიყენო მიზნობრივად. ფაქტურად ადგილი წამართვეს. გურჯაანში ფერმერები ალაზნის ველზე კუთვნილი ქონების მისაკუთრებაში შპს ფინესტატეს ადანაშაულებენ. შემოდგომას ვენახში მიწის მოსახსნავად ჩასულ დიმიტრი რემაშვილს ნაკვეთის ადგილას გაკეთებული გზა დახვდა. როცა დაინტერესდა თუ ვინ მიისაკუთრა პირადი ქონება ნებართვის გარეშე, კომპანია ფინესტატეს მმართველთან ნოდარ ფალიანთან დააკავშირეს, რომელმაც დაზარალებულის თქმით უპასუხა, რომ ბიზნესის ასაწყობად 100,000 გადაიხადა და დაზარალებულების პრეტენზია მისთვის მიუღებელი იყო. პატრონი აღმოჩნდა ამ შეპესე არის ესეთი დამქირავებული ფინესტატე, რომელსაც ოფისი აქვს თბილისში, მაგრამ გადასამუშავებელი საამქრო აქვს კაბალზე და აქედან ეზიდებოდნენ ქვიშას იქ. ტელეფონზე ესეც მითხრეს, რომ ჩვენთან საქმე აქვს, გზაც ნაყიდი გვაქვს, კარიერიცო 100,000 გადაუხადეთ ვერაქობალიასო და 100,000 თუ ვერაქობალიას გადაუხადეთ, მე ჩემი გადამიხადონ მაშინ და რაც უნდა ისახთან მე რიგაც. დიმიტრი რემაშვილის გარდა კიდევ დაახლოებით 10 ადამიანი დაზარალდა, რომელთა მიწის ნაკვეთებზე ნებართვის გარეშე გზა გააკეთეს. კომპანიას ამ გზის საშუალებით ქვიშა გადასამუშავებელ ქარხანაში გაქონდა. კომპანიამ გზის გაკეთებისას ელგუჯა ყალაბეგაშვილის 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც მიითვისა და მის ტერიტორიაზე დაყრილი ქვიშა დღემდე არ გაუტანია. არავითარი ნებართვა არაფერი არავის არ უთხოვია. ჩავედი, არც ექსკავატორში და არც არავინ არ დამემორჩილა, ჩვენ უფროსი ყოლსო და დავალებას ვასრულებთ. თვისებულია გვერდით მთელი 6-7 მეტრაზე გზა არის გატარებული ჩემ ნაკვეთზე. მაგის დამადასტურებელი პასპორტიც აქვს ყველაფერი. დღეს ფინესტატეს მდინარე ალაზნის კალაპოტისთვის მიმართულების შეცვლაშიც ადანაშაულებენ. აი ამ ადგილიდან იღებდნენ ქვიშას. ეს იყო კარიერი მათი. ეს სხვა კალაპოტია, რომელიც გაუკეთეს მან ამ ქვიშის ამოღებით. და ჩამოივლის ამ ჩვენ ადგილზე და ადგილები აღარ უქნება საერთოდ. დაზარალებულმა დიმიტრი რემაშვილმა საჩივარი გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში შეიტანა. პროკურატურამ კი საქმე გამოსაძიებლად აფენის პოლიციის განყოფილებას გადასცა. მის ადვოკატს ინფორმაცია აქვს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას ალაზნის ველის ნაწილი მიყიდა, თუმცა ამის გამო მათ პირადი საკუთრების ხელყოფის უფლება არ ჰქონდათ. მიისაკუთრეს და მოიწყვეს გზა, კერძო მესაკუთრეს სავარგული გაუუარგისეს. სატელეფონო საუბარი მქონდა იმ ფირმის უფროსთან, ასე მითხრა, რომ ჩვენო ეკონომიკის სამინისტროშიო ვერაქობალიასთან 100,000 გვაქვს ჩატანილიო. დღეს კომპანიის მმართველ ნოდარ ფალიანს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერაქობალიამ კი ჩვენს ზარებს არ უპასუხა. დაზარალებულები კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. დიმიტრი რემაშვილის გარდა დანარჩენებმაც შეაგროვეს საბუთები და პროკურატურაში სარჩელი შეტანას ისინიც აპირებენ.